ქართველი კუდოისტები წარმატებული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დაბრუნდნენ საქართველოში, თბილისში, მათ შეძლეს და 4 ოქროს მედალი ჩამოიტანეს. საქართველოში ბურგასში გამართულ ევროპირობაზე 4 კუდოისტი იყო წარმოდგენილი და 4-მემ შეძლო ოქროს მედლის აღება. ისტორიული შედეგი ჰქონდა ლევან დარასალიას, რომელიც ზედიზედ მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონი, მარიამ ნანავამაც შეძლო და დაიცვა ტიტული და მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი ზედიზედ, გიორგი ჟვანიამ და გიორგი ლომსაძემაც მოახერხეს ოქროს მედლების მოპოვება. შევძელი და მოახერხე, მესამედ გავხდი ევროპის ჩემპიონი. ძალიან ბედნიერი ვარ ამ შედეგით, რომ მოახერხე. ჩემი ქვეყნისთვის კიდევ ერთი ოქროს მედალი ჩამომეტანა და მესამედ მეზე იმებინა ევროპის ჩემპიონობა. ზედიზედ მეორედ გავხდი ევროპის ჩემპიონი დიდებში. ჩავატარე 3 დაძაბული ბრძოლა, სადაც 3-მეში გამარჯვება მოვიპოვე. ჩემთვის ყველაზე დაძაბული ბრძოლა იყო მესამე ფინალი, სადაც შევძელი და დავამარცხე იტალიელი მებრძოლი. ცხინვალე გამარჯვება მოიპოვეს, ჩვენი წარმომადგენელი იყო 4 სპორტსმენი, აქედან 4-ვე ჩემპიონი გახდა და დაიკავეს პირველი ადგილები. ეს არის ძალიან დიდი შედეგი ჩვენი ფედერაციისთვის და ულოცავ ყველას, ყველა გულშემატკივარს, ულოცავ ჩვენს ქვეყანას.